რაც სწრაფი გარდაცვალება მივიღეთ და ძალიან განვიცდი, აზრი ვერ მომიკრიბავს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და გამომცემლობა ბაკმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 4 თავის ახალი გამოცემა დაიბეჭდა. სახარება მე-18 საუკუნის გელათის 4 თავის მინიატურებითაა გაფორმებული. წმინდა 4 თავის ძველი მინიატურებით დასურათებული პირველი ბეჭდური გამოცემაა საქართველოში. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე საცავიდან გელათის 4 თავის უძველესი ხელნაწერის გამოიტანეს. რაიტეტი რამდენიმე საათის განმავლობაში ილია ბულაძის საგამოფენო დარბაზში იყო წარმოდგენილი. წიგნი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა. ეს არის პირველი ქართული ფერადი გამოცემა სახარების, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი 300-მდე მინიატურა გამოყენებული გელათის 4 თავის სახარებიდან. წიგნზე მუშაობდით დაახლოებით 2 წელიწადი. მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო. ეს არის გელათის სახარების მინიატურების ფაქტობრივად სრული პუბლიკაცია. ეს არის არაჩვეულებრივი საკითხავი წიგნი, სასაჩუქრე წიგნი. ამავდროულად ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო ხატწერებისთვის, ქართული მინიატურული მხატვრობით, ზოგადად ქართული ქრისტიანული კულტურით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ამასთან ერთად ეს გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სახარება ოდითგანვე, როდესაც ხელით იწერებოდა იქიდან მოკიდებული, არ იყო მხოლოდ წმინდა წიგნი, არამედ ეს იყო ხელოვნების ნიმუში. ძალიან დიდი შრომაა გაწეული, საკმაოდ კარგ და ვაყელ პოლიგრაფიულ დონეზე საშუალებას ახდენს, რომ ეს იხილოს არა მარტო რაღაც მეცნიერთა ვითროჯგუფა და რაღაც იმ ადამიანებმა, ვისაც ხელნაწერთან ჰქონდათ ცნობა, არამედ ახლა ნებისმიერ საქართველოს საზოგადოებაში ნებისმიერ ჩვენგან შეუძლია თავისუფლად შეიძინოს წიგნი ნახოს და დადგმეს მისი კითხვით.